სტუდიაში საუბარს გავაგრძელებთ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან. ბატონ შალვა, მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან უჩვეულო სიტუაციასა და გარემოში ვართ. თქვენი აზრი ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოს ახლა დემოკრატიული სიმწიფისთვის არასოდეს მიუღწევია არ დაცალდა არასოდეს, მაგრამ არც ასეთი მდგომარეობა მახსოვს, რომ ასე მასობრივად პოლიტიკური რეპრესიები წინასწარ გაცხადებული პარტიების აკრძალვის, ასე ვთქვათ, დაპირებით ასეთ მასშტაბური გამხდარი იყოს და ასეთივე მასშტაბური ყოფილიყო საერთაშორისო წნეხი, რომელიც დღითიდღე იზრდება. როგორ შეფასებდით არსებულ სიტუაციას, რატო ჩქარობს ამის გაკეთებას ივანიშვილი და ზოგადად რა ფაზაში ვართ აი ბრძოლის? წარმატებებს გისურვებთ, მადლობა მოწვევისათვის. წეღან ჩამეღიმა შეიძლება უადგილო-ადგილას მოხდა ეს, მაგრამ თქვენს ნათქვამზე გარედარჩენილი პოლიტიკოსებიო გამახსენდა წუხანდელი სცენა ჩემ ოჯახში. სული მეკითხება, შენ რატო არ გიჭერენ? დაიჭებულო. თუმცა ეხლა იმით დამშვიდე თავი, რომ მე 25 წელი მომესაჯა თავის დროზე. დაუსწრებლად ვერ აღასრულეს ეს, მაგრამ ეს განაჩენი ჩემი ყურით მოისმენდა და ჩემი თვალით ნახე. ეს კომისია მუშაობას აგრძელებს და არ გაჭირდება რაიმე კუთხიდან კოდისთვის სახელურის მიბმა თუ სამის. არავითარი პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა, ამ გაგებით და გარდა ამისა, ვართ მართლაც არაორდინალურ დიქტატურაში. მე უახლოესი ისტორიიდან არ მახსოვს პრეცედენტი, რომ თითქმის უმრავლესობა პოლიტიკური მოღვაწეებისა და ლიდერებისა ერთი კვირის განმავლობაში აღმოჩენილი იყოს ციხეში. ეს არ ხდებოდა 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში და 20-იანი წლებისაც კი. აი ესე მიდიოდა ეტაპობრივად, თქვათ სტალინმა ზინოვიევის და კამენევის ხელით გაანადგურა ტროცკი, ისინი მიახლოვა. მე როცა ცოტა გათამამდნენ ბუხარინის ხელით გაანადგურა ზინოვიევი და კამენევი და ბოლოს თვითონ ბუხარინი გაანადგურა ეჟოვის და იაგოდას ხელით. აი ეს ეტაპობრივად მიდიოდა. იგივე თუ გავიხსენებთ 1973 წლის 11 სექტემბერს ჩილეში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას აუგუსტო პინოჩეტის მიერ. იქ სტადიონზე შეყარეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და იქ მიდიოდა მათი დაკითხვა სანტიაგოს სტადიონზე. იქაც კი ამდენი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა. რადგან აქტივისტები და პროტესტანტები შეყარეს ძირითადად. თუ ეხლა უფრო შორეულ წარსულში წავალთ, შეიძლება გავიხსენოთ ეგვიპტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მე-18 საუკუნის ბოლოს მელიქ ხანი თუ რაღაც ერქვა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც მიიწვია 300 მამელუქი, რომელთა უმრავლესობა ქართველები იყვნენ წარმოშობით. მამელუქები, ვინც ეწინააღმდეგებოდა მის პოლიტიკას და 300-ს თავი გააჭრა იმ საღამოზე თუ ბანკეტზე. ხო, აი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სისასტიკით, დაუნდობლებით და ტირანული მასშტაბით ივანიშვილმა უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მსოფლიო ტირანების სათავეებში. ძველ ტირანიებს ხადია ვერ შეედრება 21 საუკუნეა, თუმცა 21 საუკუნეშიც ვნახეთ არაერთი სისასტიკე, ასე თქვა და არა ადამიანობა, მაგრამ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე, პოლიტიკური რეპრესიების დონეზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს რაიმეთი ჩამორჩება მსოფლიოს იმ მაგალითებს, რომლებზეც თქვენს მიანიშნებთ ან სხვა ბევრი მაგალითის მოყვანად შეიძლება. სანამ შეიძლება მივიდეს ეს და საქართველოს რესურსის, საქართველოს მდებარეობის, გეოპოლიტიკური დანიშნულების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, ამ დიდი გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, როგორი პროგნოზები გაქვთ თქვენ ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსს ხადია გეკითხებით, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა თქვენი შეფასებები. ნუ ალბათ ჩვენ ჯობია გეოპოლიტიკი დავიწყოთ, რადგან ის ყველაფერი რაც აქ ხდება, მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკას უკავშირდება. შემდგომ მოდის მეორადი, მესამედი, მეოთხედი მომენტები. იგივე იმ დიდი საქართველოს დაქცევა ჯალალედინის მიერ უკავშირდება გეოპოლიტიკას და არა შიდა პროცესებს. შუა აზიის შახმა, ხვარაზმ შახმა, ჯალალედინის მამამ გაძარცვა ჩინგის ხანის 500 ოქრო ვერცხლი და აბრეშუმი დატვირთული აკლემი და 500 ვაჭარს თავი გააგდებინა. ხო წარმოგიდგენიათ ჩინგის ხანი რო აღშფოთდებოდა ამაზე. მოიწვია სასწრაფოდ ყურულტაი თავისი იმდროინდელი პარლამენტის ხდომა, ომი გამოუცხადა ამ ხვარაზმ შახს
დაიპყრო მთელი შუა აზია და დევნილი ჯალალედინი მოგვადგაგერ გარნიში. და ჩაძინებულ ჩვენს, რა თქმა უნდა, ეგ დისციპლინა როგორც ჩანს მოიგოჯლებდა, ჩაძინებულ ჩვენს ლაშქარს მაღლობზე ისე მაღლობიდან ისე დაადგა თავზე, ანუ დაბლიდან მაღლა მოვიდა. უდგომელ პოზიციაზე იყო დაბანაკებული ჯარი და იმ შემდეგ დაიწყო ქართული სახელმწიფოებრობის დაქცევა, რომელიც პერიოდულად აღდგებოდა, მე ესე ჩაიფერფლებოდა და ამდენად დღეს ჩვენ შეიძლება ესეთი უხეში შედარება გავაკეთოთ, რაც მოხდა ისრაელ-ირანს შორის. ტოტალიტარული სახელმწიფოები ხამი რომელია და ჯალალედინი რომელია. ნუ ამ შემთხვევაში ახლა ისრაელთან მიმართებაში ამას ვერ იტყვი. მე ვამბობ გეოპოლიტიკური პროცესი. დღეს სახეზია შემდეგი გარემოება. ტოტალიტარული სისტემები ქმნიდნენ ბლოკს, გეოპოლიტიკურ პოლუსს, რომელსაც ჩვენ დავარქვით და მე გაიმეორა მსოფლიო პოლიტოლოგებმა მოსკოვ-პეკინ-თეირანის სამკუთხედი. და იმ დემოკრატიულმა ბლოკმა რომელიც სამყაროს ლიდერია ჯერჯერობით, რა აღმოცენდება მრავალი პოლუსიანი მსოფლიოდან ჩვენ ჯერ არ ვიცით, აი იმ დემოკრატიულმა ბლოკმა ჩამოტეხა ერთი კუთხე ამ სამკუთხედს თეირანის და აიათოლების რეჟიმის სახით, რომლებიც კაიხანს ვეღარ დადგებიან ფეხზე, ყოველ შემთხვევაში ატომური იარაღით ვერ დაატერორებენ ვერავის. ისნოდ უნდა დაასუსტა როგორც ფაქტი. რა თქმა უნდა. ჩვენ ვიყავით აი ამ სამკუთხედის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ვერ იკეტებოდა ევრაზიის შესასვლელი ჩვენს გარეშე. ჩვენ ვიყავით გასაღები და ვართ კიდევაც ახლაც. შესაბამისად, ჩვენ ამ სიტუაციაში ფანჯარა გაგვეღო დემოკრატიული მსოფლიოსაკენ და აი ამ სამკუთხედიდან დღეს ამოვარდით. ამა რა თქმა უნდა ძალიან გაამწვარა ივანიშვილის პატრონი მოსკოვი, ძალიან გაამწარა. იცით რომ ჩვენ ვართ მოსკოვის პირდაპირ მმართველობაზე აყვანილი. თქვენ არ დაიჯეროთ რომ განცხადებები ნუ ივანიშვილს ჯერ დაანწერული მეტყველება არ აქვს, არაერთხელ მithქვას, მაგრამ დანარჩენები ვინც ლაპარაკობენ პაპუაშვილები ეს კობახიძეები და სხვები არ წარმოიდგინოთ რომ ეს მათი ტვინის მონაჟურია. ეს მოდის პირდაპირ რეცეპტების სახით მოსკოვიდან, აქ შედან მივლინებით ჩამოსული ჯგუფების სპეცსამსახურებიდან და ისინი იძლევენ მითითებებს, ვინ დააჯარიმონ, ვინ დააპატიმრონ, ვინ გააჩუმონ და როგორ შეინარჩუნონ რუსული ტოტალიტარული რეჟიმი, ანუ საქართველოს ეძინა რასიას ფილიალი. აი მთელი ამ გეოპოლიტიკური პროცესების ასახვას ჩვენ ვხედავთ იმ ლიდერების დაჭერის პრეცედენტებში ნახევი აჩქარება ტემპის რეპრესიების. დააჩქარეს რა თქმა უნდა. და რის იმედი აქვს ივანიშვილს ამ შემთხვევაში? თუ კი დასავლეთი ასე აქტიურად არის დაინტერესებული, მით უმეტეს ამ სამკუთხედის აშკარა დასუსტების ფონზე, ივანიშვილის აიძულებენ რომ მოსკოვიდან როგორც თქვენ ბრძანეთ რომ დააჩქაროს ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს რომ იმედი აქვს რომ აქ წინააღმდეგობა საბოლოოდ ჩაცხრება და სიტუაცია მათ კონტროლის ქვეშ უფრო ადვილად იქნება შესანარჩუნებელი? ნუ ყოველ შემთხვევაში ამ წუთში რის იმედი აქვს მე არ ვიცი, მას შემდეგ რაც მოკავშირე ფაქტურად დაკარგეს ირანის სახით. მაგრამ ის რაც იყო გათვლილი, შემეძლია მოგახსენოთ. ანუ ანგარიშობდნენ რუსეთ-ბელორუსის მსგავსი სამოკავშირეო სახელმწიფო შექმნას. ეხლა თუ იმას გონია რომ საბჭოთა კავშირს გამოაცხადებენ, ან კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს აირჩევენ, ან გენერალური მდივანი გაცოცხლდება კრემლის სასაფლაოებიდან, ეს ყუილია. ყოველ ეტაპს იმპერია ამთხოვს მოდერნიზებულ ვარიანტებს. შესაბამისად ისინი ფიქრობდნენ რომ საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ის რა ქვია, სომხეთი, შუა აზიის რესპუბლიკები და ამას ხმამაღლა აცხადებდნენ არა მარტო დუგინი, მათ შორის ისეთი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსებიც, რომლებიც ქმნიან აი კულუარებში რუსული პოლიტიკის სამზარეულოს. ამას პირდაპირ აცხადებდნენ აი გაზაფხულის პერიოდშიც და ბოლო თვეების მანძილზე და ფიქრობდნენ რომ ეს ჩაკეტავდა ევრაზიას მთლიანობაში, დააჩქარებდა უკრაინაში მათ გამარჯვებას და შესაბამისად მოხდებოდა რეანიმაცია რუსეთის მოდერნიზებული იმპერიისა და ამის თაობაზე ყველაზე საშიში განცხადება მე ვიტყოდი როგორც იურისტი და კონსტიტუციის ავტორი საქართველოს და კონსტიტუციონალისტიც. კობახიძე კი იბრალებს კონსტიტუციონალისტობაზე, მაგრამ მაგის დაწერილი არავის არაფერ უნახე, გაბჭებული კი რამდენიც გნებავთ. მათ შორის ჩემ დაწერილი კონსტიტუციაც გაუპატიურეს ბოლომდე, როგორც ხედავთ, ხო? გამოვიდა პეტერბურგში იურიდიული სამინძე, მსოფლიო იურიდიული ფორუმი გახდათ.
მათ შორის მედვედევი, მათ შორის პუტინის მრჩევლები აი იურიდიული სამართლებრივი საკითხებში და პირდაპირ განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო უკანონო ანტიკონსტიტუციური მოვლენა და ის არ არის ძალაში. ანუ ჩვენ უკრაინაშიც ვიბრძვით იმისათვის, რომ აღვადგინოთ კანონიერი წესრიგი და კონსტიტუციური ეს დეტალები გქონდათ ბაში, რასაც თქვენ ამბობთ, ზუსტად ციტატების სახით გქონდა მოყვანილი, აბსოლუტურად მართავს ბრძანებთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასავლეთი აშკარად იწყებს კიდევ უფრო აქტიურ რეაგირებას. დასავლეთზე გეტყვით. ცხადია არის მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც საქართველოს სადმი ყურადღებას უფრო მეტად ინარჩუნებდნენ. შეერთებულ შტატებში ამ პოლიტიკური ცვლილებების და ბევრი რამის გამო დრო ჭირდებოდა ამ ფოკუსის გასწორებას, მაგრამ თქვენი მეგობარი ვილსონის აგერ ახლა ბატონი უიკერიც ისიც მე ვიცით უიკერი უფრო ადრე იყო მეგობარი ხო აი ამის თავაზე მინდა რომ ბრძანოთ იმიტომ რომ უიკერი განსაკუთრებით დაახლოებული პირი არის ტრამპის ეხლა ზედმეტად ნუ გავაზვიადებთ მაგრამ ფაქტია რომ ეს ის სენატორია რომელსაც ეხლა ჩაბარდა ჰელსინკის კომისია და რომელსაც არათუ პირდაპირ წვდომა აქვს ტრამპთან და თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ჩვენ ვხედავთ უბრალოდ უკვე თეთრი სახლის სენატის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე ორგანიზებულ კონსოლიდირებულ პოლიტიკას სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო, მოგახსენებთ პირველად მათ შორის ბრიტანეთში თქვენი კოლეგა ლეიბორისტი გეტყვით მაგასაც სიკაცხო ვიყავი ამ შემოსვლამდე ეხა ვახსენო ბრიტანეთის მთავრობის ასეთი გაფრთხილება მე პირადად პირველად მოვისმინე სათავეს მოვისმენთ ბრიტანეთის მთავრობა აფრთხილებს ქართულ ბიზნესმენებს ამ დღეებში უარეს მოვისმენენ ის ვიღაცები იქ ვასარ დავასახელებთ იმ კოლმონოვის თავმჯდომარის არის ინფორმაციები გავრცელდა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ჩვენს მეგობრებთან ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში. ევროპასთან შედარებით ნაკლებად, თუმცა ისინი უკვე ჩვენზე უარესად ბღავიან იმ საოცრებაზე, რაც ნახეს ამ რეჟიმის სახით, სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც. მაგრამ აი ასეთ მოთქმა გოდებას მე ჩემს ევროპელ მეგობრებს და კოლეგებს მოუწოდებ. პირველ რიგში, ჩამოართვით საფრანგეთის და ევროკავშირის მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს. მოუწოდებ ბატონ მაკრონს, რომელიც მაინც და მაინც ვერ ქაჩავს დეგოლის და ფრანს მიტერანის და ჟორჟ პომპიდუს და ვალერი ჟისკარ დესტენის დონეს, მაგრამ იმდენი მაინც შეუძლია, რომ მის მიერ მინიჭებული საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილზე გააუქმოს. მოგეცნებათ ეს წოდება მიანიჭეს მაშინ როცა ჩვენ პანჩატური გქონდა და პარლამენტში არ შევდიოდით, კარგად იჩალიჩა მოკლედ იმ საფრანგეთის სამეფო კარზე, სამეფო კარია თუ საპრეზიდენტო კარია რაც არის, ეს წოდება დაირტყა და არაერთხელ მithქვავს და კიდევ არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ იგივე წოდება თავის დროზე მიენიჭა ცენტრალური აფრიკის იმპერატორ ბოკასას, რომელსაც შემდგომ მაცივარში აღმოაჩნდა ოპოზიციონერ ლიდერთა ხორცი. ანუ კანიბალი გამოდგა და მოუწიათ ამ წოდების გაუქმება. ახლა მაინც და მაინც ოპოზიციის ლიდერთა ხორცი და აღმოუჩინოთ იმას, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის მაცივარში ან შეკვეთილია თუ საცხოვრობს, კიდე რომელ ბუჩქია შემძვრალი, თვითონაც არ იცის, ხო? რას ელოდებით? ან ანგოლა გეიტის საქმე, საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა ვიცე-საფრანგეთის საელჩო მისმენს. ამდენი ხანი არ დაინდეთ ფრანს მიტერანის ვაჟიც კი ამ საქმეზე. დაიჭირეს, ხო იცი, ციხეში იჯდა. ის ჰაიდამაკი, ებრაელი ოლიგარქი, ივანიშვილის თანამზრახველი და ამფსონი როსკრედიტ ბანკიდან. ის დაიჭირეს. ისრაელის მდგოლობამაც არ გაჭრა. რა მოგცათ ამ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომ ორგანიზატორი აი დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომელმაც 1 მილიარდის რუსული იარაღი შეიტანა ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს და მას უხეში დათვლებით შეეწირა 1 მილიონი ადამიანი ძირთად სამოქალაქო მოსახლეობა. ეხლა ისე ხოცავენ ხალხს სამწუხაროდ ჯუნგლებში, რომ სტატისტიკად ითვლება ადამიანის სიცოცხლე მით უმეტეს აი სამოქალაქო დაპირისპირებების პერიოდში, ხო? ამიტომ ჩემს ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებ. იმოქმედეთ აი ეს სამი საკითხი მაინც, რაც კონკრეტულად საფრანგეთის ხელისუფლების ხელშია. გადაწყვიტეთ სასწრაფოდ. აღარ არის ამის მეტის ლოდინი საჭირო. მეც ქართველი ხალხი, ევროპა, დემოკრატიული სამყარო ვეღარ დაგელოდებათ. ეხლა რაც შეეხება ამერიკის მიმართულებას, მაშინ დიფერენცირებულად განვიხილოთ. პირველად მე შევხვდი სენატორ უიკერს 12 წლის უკან. ძალიან ყურადღებიანი, თბილი რეგიონი დაინტერესებული პიროვნება. ხო, ერთ საინტერესო პრეცედენტიც მოხდა, რომ ხანჯალე ვაჩუკე
ხო, იქ სენატში რო შემქონდა ეს ხანჭალი, იმ ხო გაატარეს მეტალურ რედაქტორს. საზღვარზე როგორ გაგატანეს? არა, საზღვარზე პრობლემა არ იყო, იქ ეწერა საბუთში, რომ სუვენირის ვარიანტია, ხო და იქ სენატში ხო სინჯევა, სენატში ყველა შედის თავისუფლად, ესე როგორც კონგრესში. მარტო ის უნდა გაიარო მეტალურ რედაქტორს. ხო, იქ გადაერივნენ რო ნახეს ეს და მე ვთხარი აი ამას გადმოგცემ დემოკრატიის მტრების წინააღმდეგ და ეს რა კარგიაო დაიჭირო ორივე ხელი და ნუ ერთ-ერთის გვარი დაასახელა, იმას ვატაკებო პირდაპირ. იცინო. დღეს ხო, რა თქმა უნდა, ნუ პოლიტიკურად იგულისხმება. დღეს სენატორი უიკერი გარდა იმისა, რომ ტრამპთან უაღრესად დაახლოებული ფიგურაა, წარმოადგენს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეერაღების კომიტეტის თავმჯდომარეს. შეერაღების კომიტეტს 1 ტრილიონი შეერაღებით რაც აჭარბებს სოფლიო სამხედრო ხარჯებს ბევრად, ხელმძღვანელობს ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიდი მეგობარი, სენატორი უიკერი. და ვილსონზე აღარ არის საუბარი, რომელიც, რა ვიცი, ყველაზე დიდი ქართველია, დღეს შეიძლება ითქვას, ისე ტკივა ჩვენი პრობლემები, ისე განიცდის და განსაკუთრებით აი ეს ემოციები ეუფლება, როცა იხსენებს თავისი შვილების თანამებრძოლ ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ავღანეთში. ერთად უმსახურიათ და იმ ბიჭებს ისეთი კაი შთაბეჭდილება დაუტოვებიათ, რომ საქართველოს ამხელა მეგობარი შეძინეს. ამიტომაა ჩვენი წინაპრების აი ეს ბრძნული ფრაზა, რომ ქვეყანაში ოჯახის ელჩი ხარ და ქვეყნის გარეთ საქართველოს და ქვეყნის ელჩი ხარ. აი ზუსტად გაამართლეს იმიჯი. მოდია სამხედროების დამსახურება ეს კეთილგანცდა. რა თქმა უნდა, ბევრწილად. კლიანად ქვეყნისა, შეერთებული შტატების. პირადად შევხვდები, მაგალითად ბაიდენი იქნებოდა, ეს იქნებოდა უგვარ თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები და მათი კეთილგანწყობა მთლიანად დაშენებული იყო ქართველი სამხედროების წვლილზე, ღვაწლზე, საქციელზე, მათ სანდოობასა და პროფესიონალიზმზე. ერახში სხვადასხვა და ავღანეთში. კი, ეს ამდვილად 100-ია და 100 დარჩება მათ მეხსიერებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ახლა როცა დავიწყეთ ჩვენ 12-13 წლის უკან ივანიშვილის სანქცირებაზე ამერიკაში მუშაობა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 160 კონგრესმენს და სენატორს პირადად მე შევხვდი, აღარ არის საუბარი დანარჩენ წევრებთან რეგულარულ რიტმში გაგზავნილ ინფორმაციებზე. ამან მოამწიფა სანქციების გზით ამ მახრჩობელას მოხრჩობის თემა. ბევრი ეს რა დაგვეწყო ჩვენ 12 წლის წინ, ახლა კიდე დიდხანს მოგვიწევდა დარწმუნება მსოფლიოში, რისთვის არის საჭირო აი ამ გადაუდებელი ზომების მიღება. უახლოეს ხანში იქნება მიღებული მეგობარი აქტი, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ განაჩენს პირადად ივანიშვილის ქართული ოცნების და რეპრესიული რეჟიმის მიმართ. და ნუ იფიქრებთ, რომ ეს შეეხება მხოლოდ ცენტრალურ ხელმძღვანელობას. მეგობარი აქტში, რომლის თანაავტორი ვართ ჩვენს ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი შალვა მანთელაშვილი და ეს არის ვილსონის სიტყვები წარმოთქმული 4 ივნის 24 წლის ჰელსინკის კომისიის ხდომაზე. საკომიტეტო მოსმენა რო იყო, იქ ითქვა ეს ფრაზა. ჰელსინკის კომისიის ხდომა. ჰელსინკის კომიტეტი. კი, პირველი მოსმენა. იქ რო შევედი მე ცოტა დაგვიანებით მე გააჯაზეს კიდევაც ვიდეო ქსელებში ეს ბოსი მოვიდა ზეც სათაურით. მეგობარი აქტი სენატში თუ იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სავალდებულო პოლიტიკის აღსრულება. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ტრამპი ამას მოაწევს ხელს, გახდება ეს კანონი, ოფიციალური სავალდებულო დოკუმენტი, რომელსაც ვერავინ ვეღარ შეცვლის. იქ საუბარია არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების დასანქცირებაზე, მათ არაღიარებაზე, მათ იზოლირებაზე, პოლიტიკური, ფინანსური გზებით მოხრჩობაზე, არამედ იქ საუბარია საშუალო და ქვედარ გოლების მიმართ სავიზო სანქციების გათვალისწინება, ასევე ფინანსური ქონებრივი სანქციები, აი გამგებლები რო არიან მერები, პოლიციის უფროსები, უშიშროების უფროსები, პროკურორები და ჟუჟუნა კოორდინატორები სოფლებში. აი იმათზეც კი, აი ნათესავებს იქ რო არიან ჟუჟუნას ნათესავები ბრუკლინში და აქ ფულს უგზავნიან ყოველთვე რომ არჩევნები აყალბოს პუტინის სასარგებლოდ. აი ნათესავებს იქიდან გამოუყრიან. აი ეს არის ეს კანონი, ამას ითვალისწინებს მე დეტალურად ვიცი, იმიტომ რომ ვიმეორებ ერთად მუშაობდით ამ კანონის მუხლებზე, ეხლაც მიდის კორექტირება და გარკვეული იმედია რომ ასეთი მკაცრი ზომების მიღება საჭირო აღარ გახდება, მათ შორის არც ევროკავშირს მოუწევს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ყველანაირად ცდილობენ რაიმე სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილებები მიიღონ. მაგრამ ეს დასავლეთისგან წამოსული სანქციები იქნება თუ ასე შემდეგ, თავისთავად შედეგს ვერ მოიტანს.
ან ეს შედეგიც არ დადგება, თუ კი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა არ გაგრძელდა და აი ამ ხარ ჩვენ საუბრის ბოლოს როგორია თქვენი ხედვა მაშინ ჯერ სანქციებზე დავამთავრებ საინტერესო ინფორმაციებს და მოგახსენებთ მაგას აუცილებლად. ანუ უახლოეს ხანში მიღებული იქნება მეგობარი აქტი ამერიკის ოფიციალური დოქტრინა საქართველოსთან ურთიერთობაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის გარეშე. და ამერიკამ რაც თქვა და რაც ჩაიფიქრა, დაწყებული წინა ისტორიას დავანებოთ თავი პირველი მსოფლიო ომიდან, დამთავრებული აგერ უახლოესი ირანში განვითარებული მოვლენებით, ყველგან გამოვიდა გამარჯვებული და ახლა თუ ივანიშვილი და რეჟიმი გაიმარჯვებს ამერიკაზე, აი აქ ხო? ნუ მაშინ შეგვიძლია ბრჭყალებში ვიამაყოთ, რომ deep state მათი გაგებით დაავარცხე და ესაც ანეკდოტია, რომ deep state, ანუ ფარული მართლობა, მსოფლიო მიცის, რომ არაფერი არსებას თანამდებობა არ უკავია და ყველაფერს მართავს და აქცია თავისთავი კანონად, აი ის სხვაგან ეძებს deep state-ს და ფარულ მართლობას საწყალ ტრამპს ის ვერ შეუჭამია ფასტ-ფუდი, ისე რომ არ დაადგეს CNN-ის ჟურნალისტი და არ კითხოს რა ფულით იყიდა და ხო არაფერი კორუფციული რამე ჩაიდინა. და ისინი არიან deep state-ს არ გაუფილტროს ეგ გადაწყვეტილებები. ხომ იცით, რამდენჯერაც გახდა პრეზიდენტი ტრამპი გაკვეტრდა. პირველ პრეზიდენტობაზე დაუბლოკეს ტრამპი ჰოტელის სასტუმროების ქსელი ხო აქვს? იქ სულ არაფერი შეეხებოდა ისინი აძლევდნენ შეკვეთებს ბანკეტზე საცხოვრებლად იქ სპეციალური ლუქსებია. დაუბლოკეს ეს, ჩაითვალა რომ ეს იქნებოდა კორუფცია, რა ხან პრეზიდენტისაა. ამიტომ არავინ აღარ ეკარებოდა მაგის სასტუმროებს. და 2 მილიარდი ზარალით წავიდა, თუ 1 მილიარდი ზარალით. ეხლაც ვერ წავა გამდიდრებული. აი ეს არის არა deep state და დემოკრატიული სისტემა, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, გაკონტროლებული და არა ისე რომ ჯერ შეაჭმევინებენ ან თავის თანამზრახველებს ქვეყნის ბიუჯეტს და მე როცა წილი არ მიუვათ ატყდება შიგრეულა, საქმეების გარჩევა. აი ამ ხრევაც რო გითხრათ, რა ხდება ახლა თავად ივანიშვილის? არაფერი დარეულები არიან ერთმანეთთან, ივანიშვილის ტრანზაქციები დასანქცირებულია, ამერიკას დასანქცირებული ყავს მეგობრებო ივანიშვილი. ასე რომ ეს უნდა ვაკონკრეტოთ, ალბათ ხშირად ბევრი კითხულობს, რატო არ ასანქცირებენ? ინდონეზია დასანქცირებული, რომ ტრანზაქციებს ვერ მართავს, ვერც გადარიცხვებს აკეთებს, ვერც აქციებს ვერ იძენს, ვერც შავ ფულს ვეღარ ათეთრებს. შესაბამისად, ეხლა მას სჭირდება აი აქედან მისი ბანდის წევრთა მიერ მოპარული მილიონებიდან წილს ითხოვს ნაღდი ფულის სახით. ნუ ალბათ ფიქრობს ჩემი აზრით, რომ თუ მოხდა ისე და სპეციალური ჯეტ თვითმფრინავით გადავფრინდი კავკასიონზე, 5 წუთი უნდა იმად დავტვირთავ თვითმფრინავს ამ ნაღდი ფულით, სხვათა შორის გაითვალისწინოს, რომ სადამ ჰუსეინი როდესაც დააპატიმრეს იმ მიწისქვეშეთში, ჩემმა მეგობარმა ის სტივ რასელმა. აი სტივ რასელი იყო პირველი 2016 წელს, როდესაც გამოვიდა კონგრესის ხდომაზე, ერთად მომზადეთ ეს გამოსვლა და ეს საიდან დაამატა არ ვიცი, ეთყობა რა თქმა უნდა გადახედა ისტორიას. ისიც ქართველებთან მსახურობდა იქ ერაყში. და განაცხადა, რომ აი ქართველო ხალხო 2016-ში არჩევნებია საპარლამენტო, თქვენ ხართ წმინდა გიორგის ერი, მოჰკიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ გველეშაპი. ეს ისტორიული სიტყვებია, მას ხშირად უნდა აჩვენებდეთ სასაული. ხო და ამ სტივ რასელმა დააპატიმრა სადამ ჰუსეინი, პრინციპში ჰუსეინთან რას ვადარებ, ჰუსეინი იდეის მიმდევარი იყო და მათ თავის მიმდევრებში ალბათ წმინდანად არის შერაცხული. $1,000,000 ის ქონდა. იწვე $1,000,000-ზე. ტახტი გაკეთებული იყო დოლარებით. არ უშველის ეს ნაღდი ფული. ეხლა ვთხოვს ამ ნაღდ ფულს კალაძეს, ამ ეს უსახოეს ქიზიყიდა რო ხავდა ეს პრემიერ ღარიბაშვილი, ის აჭარაში ხისთავიანი კიდე რო არბევდა აჭარელებს და ის ჰესების კასკადე აუგშენეს იქა და დაამახინჯეს ჭოროხის ულამაზესი ხეობა, იმას თხოვს 300 მილიონს, 200 მილიონს, 600 მილიონს, ნუ გაგიჟდება კაცი, მაგრამ რასაც გარეთ ამბობენ, ეს მიზერულია. იქ მილიარდების გაყოფაზეა დავა. ეხლა ის ბაჩიაშვილი რო მეკობრული წესით მოატაცებინა ემირათებიდან და აქ ჩამოაყვანა, იმას მილიარდს თხოვს, ეხლა ცნობილია $1,000,000. რა მასშტაბებზია კრიმინალი გასული და ერთადერთი კრიმინალური სახელმწიფო ვართ დედამიწის ზურგზე, რომელსაც კრიმინალური სინდიკატი მართავს. პირდაპირი გაგებით, არავით არის მტკიცება, გადახვევა, გადმოხვევა და დიპლომატია, ამას აღარ შველის. შესაბამისად, იქნება ეხლა კიდე სანქციები გაღრმავებული ამერიკიდან, ეს გავრცელდება მთელ ამ ივანიშვილის გარემოწვაზე, ამ კანონის გარეშე სხვათა შორის, ხოლო ის კანონი იქნება მთავარი კომპასი და ბარომეტრი, რომ ეს სისტემა საბოლოოდ მოიშალოს და ისტორიის ქარმა წაიღოს. ბრიტანეთში რა ხდება? ბრიტანეთში საოცარი აი როგორც ამერიკაში არიან რესპუბლიკელები და დემოკრატები თხადამგლებივი ტრადიციულად, მაგრამ ამ საკითხში ივანიშვილთან მიმართებით ერთი გუნდია, ის კოენი, რომელიც ვილსონთან ერთად ხშირად გამოდის ერთობლივ ბრიფინგებზე, ჩვენ მხარ დასაჭერად.
არის ტრამპის იმპიჩმენტის ავტორი. ტრამპის იმპიჩმენტი იმან დაწერა თავის ხელით და ტრამპს აძაგძაგებს მაგის დანახვაზე. მაგრამ ამ თემაში ერთად არიან იგივე პროცესია ინგლისში, მოგეხსენებათ ლონდონში მე გახდით, შევხვდით სამივე პარტიის ლიდერს ლორდთა პალატაში, კოლინს, სმითს და კენინგსტონს ფრაქციების ლიდერები თავისი ლიბერალ-დემოკრატები, კონსერვატორი, ლეიბორისტი, ლიბერალ-დემოკრატები, სამივე პარტია არის შეწუხებული იმით, რაც საქართველოში ხდება და სამივე პარტია მზად არის წარმოუდგენელი სისასტიკის, დარტყმების, სანქციების სახით აგემოს ბიძინა ივანიშვილის და ეს იქნება უკვე ნაღდი დასასრული ამერიკის სანქციების არ არის ნაკლები, მაგრამ ბრიტანეთს აი ეს ოფშორები და ის სტრუქტურები, სადაც ამის, მამაცაშვილის, შხარტიშვილის და ამათი ფულებია, იქ თავის კუნძულებზე და იქ აქვს განლაგებული და შესაბამისად ეს იქნება უკვე დასასრული და ეს უახლოეს დღეებში მოხდება. უახლოეს დღეებში მოხდება. იმ დონეზე იციან ლონდონში ამის ისტორია, რომ ერთ-ერთმა იმ პარტიის ლიდერმა მკითხა, რომ კი მაგრამო ქართველებმაო აშენეთო გელათიო, ალავერდიო, სვეტიცხოველიო, თუმცა აშენებული გელათი დაანგრია აგერ და საყდრისი აფეთქა. და რატო ჩამოიყვანო ივანიშვილმა თბილისში შუშის სასახლის ასაშენებლათო იაპონელი არქიტექტორიო? ეგაც კი იციან, მთლიანად ხავთ შესწავლილი აი ამ ტაცებლის სახებ, სიქიკა, გადახრები, გართულებები და კომპლექსები. ანუ სოფლიო მზად არის იაპონური არქიტექტურისაც ამბობ ჩვენც არაფერი გვაქვს, ადგილს გააჩნია გარემოს და ნარიყალაზე ხო თუ რაღაცა ჯერ არ შეიძლება იქ აშენება თავიდან 99-ში რო დაიწყო იქ თხრა მე გამოვედი წინააღმდეგი და ის ახსოვს ხო ზაღლის ნაკბენი კი უნდა დაგიდასტუროთ ეგ მაშინ ბატონშალო ვამთავრებთ გადაცემას და რამდენიმე სიტყვით თქვათ შიდა სტრატეგიაზე ოპოზიციის ამ ხრივ ბევრი გაურკვევლობაა ჯერჯერობით ლეიბორისტების პოზიცია როგორია ლეიბორისტები დგანან უცვლელად რუსთაველის პროსპექტზე უკვე 200-ზე მეტი დღეა, რის გამოც ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ლაჩა ჩხარტიშვილმა 30 ჯარიმა მიიღო, 150 იმ დღეს თვლიდა და ვეღარ დავთვალე და გადაიწო გაგულად დავარნებეთ თავი. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, ის არის ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა საპროტესტო მართლაც, რომელმაც შეკრიბა მთელი ეს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები პირველ რიგში, იქვე დგანან ძველგაზრდებიც, რომლებიც მე მახსოვს ეროვნული მოძრაობის მიტინგებიდან, აი ესეთი რომ მივალ ხოლმე ვეტყვი, აბა გვარდიელებო როგორ ახართ ლომებო და მართლა იმსახურებენ ამ კომპლიმენტს, იქ დგანან შვილებთან, შვილიშვილებთან. ანუ ეს ორი ტალღა, პირველი სანქციების, რომელიც დავიწყეთ ჩვენ ამით ვიამაყებ ყოველთვის, ატლანტიკიდან ამათ წალეკავს და აქედან მეორე ტალღა დაარტყავს ქართველი ხალხის რიცხვის სახით, რომელიც იმ ატლანტიკას გადააჭარბებს და ალბათ არ ეცოდინებათ სად გაიქცნენ და აი მაშინ მოეხმარებით ჩვენ და წავიყვანთ იმ საკნებში რუსთავის ის არის იზოლატორი ხო სადაც მათ მოათავსეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და გასიჯავენ ბალანდის გემოს და გემოვნებენ იქაურ ის რაც არის დელიკატესები თუ არის ასეთი რამე იქ და იქნებიან სევდიანი თვალებით ფანჯრიდან მომზირალნი და ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ იქ ტვინი მოემატება და სერვანტესები დონკიხოს დაწერენ მოგეხსენებათ სერვანტესმა იქ დაწერა დონკიხოტა ციხეში ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხი განიკურნება აი ამ ჟამიანობისაგან, ამ შავი ჭირისგან, რასაც ქვია ივანიშვილი და მისი პროკრემლისტური რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ წარმატებები, ხალხო გამარჯობა, ახლოვდება, რეჟიმი არის თავისი არსებობის უკანასკნელ სტადიაში, ამიტომ იკბინება ასე მწარეთ, მოგეხსენებათ ორგანიზმიც უნდა განვითარდეს ასლამდე რომ მოკვდეს, ისევ როგორც დინოზავრები გადაშენდნენ იმის გამო რომ ძალიან ბევრ ჭამდნენ და ვეღარ მოინელეს, აი ესენი არიან დინოზავრების სტადიაში გადაშენების სტადიაში იკბინებიან შემოდგომის ბუზებივით, ცოტას გაუძლოთ და გამარჯვება იქნება ჩვენი ხალხის და საქართველოს დაიკავებს თავის ადგილს სოფლიო გეოპოლიტიკურ ორბიტაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა, ეკუთვნის და მას ხელიდან არ გაუშვებთ. მადლობა, ბატონ შაულოს, ვემშვიდობები მას.